უკვე მრავალი საუკუნეა ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს ჭყონდიდის ეპარქია წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავს. წაჩხუროს მთავარანგელოზთა ტაძარი ამ დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველებით ივსება. მათ უმეტესობას ხელთაკვნები უჭირავთ. ისინი უფალს შვილიერებას ევედრებიან. თუ რა დროიდან იღებს ათევეს წაჩხურობის დღესასწაული და რა სასწაულებია დაკავშირებული ამ წმინდა ადგილთან, თამარ სკიტიშვილი გიამბობთ. საქართველოში ყველა გზა ტაძართან მიდის უთქვამს ჩვენს წინაპრებს. მართლაც ასეა. აქ ყოველ წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ყველა ბილიკის ბოლოს უფლის სახლია. გზავრთან უგეშად და იმედად. ჩვენს წინაპრებს არ დაუშურებიათ საკუთარი ძალღონე და ყველაზე მიუვალ ადგილებში გამორჩეული მონდომებით აუგიათ ტაძრები, სადაც განსაკუთრებული მადლი და სიყვარული ტრიალებს. ამ გზას მომლოცველები ყოველ წელს ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს წაჩხუროს მთავარანგელოზთა ტაძართან მიჰყავს. იმ იმედით, რომ მომავალ წელს ამ ბილიკებს შვილებთან ერთად აივლიან. ეს ბილიკი ხომ მაცხოვრის წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა გაკვალა. სამეგრელოდან სვანეთისკენ მომავალ წმინდა მოციქულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვისჯვარი აღუმართავს. ამ გადმოცემას ამყარებს ადგილობრივი ტოპონიმიც ქეჯვარი. ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. აქ ამ მაღლობზე ამ ადგილზე თითქმის 1100 წლის დროიდან მე-7 საუკუნიდან მოდის ეს ტაძარი. ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე. აქ ჩვენი ქრისტიანული მართლმადიდებლური წმენის სადიდება წირვა აღევლინებოდა. ჩვენი წინაპრები, ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც თელ რაიონში და მის ტერიტორიაზე შემოგარენ ადგილებში ცხოვრობდნენ, მოდიოდნენ და მას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით მოდიოდა ის ადამიანები პირველ რიგში, რომლებიც წყვილები უშვილო წყვილები როდნენ. აქაური წირვა როცა აქედან გადმომდინარე ბუნებრივი წყალი და სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შემდგომ ეძებოდა იმის შემწეობა, რომ გამრავლებული იყო, რომელიც ყველაზე დიდი და საოცარი მდგომარეობა იყო ადამიანებისათვის. წაჩხუროს მრავალი გადმოცემა უკავშირდება. მე-6 საუკუნიდან მოყოლებული აქაურობას ტაშურარ ქმევია. ერთხელ აქ სოფლის ახლოს მიწაზე მომუშავე გლეხისთვის ცოლს სადილი მიურთმევია. გლეხს კი თავის მწირ ტრაპეზზე მიუპატიჟებია გზად მიმავალი უცნობი. მცირე ხანში მასპინძელს შეუმჩნევია, რომ ღვინო და საკვები კი არ ილეოდა, არამედ მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავს გლეხისთვის ცეკვა უთხოვია. მასაც უარი არ უთქვამს, ცოლსა და უცნობს ტაში შემოუკრავთ. თავად კი აცეკვებულა. ამის შემდეგ მგზავრი თვალსა და ხელშუა გაუჩინარებულა და კაცი მიმხვდარა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა. არსებობს მეორე გადმოცემაც, რომლის თანახმად ერთ კაცს, რომელსაც მოპარული ხატი მიჰქონდა, გზად გაავდრებია. ამ ადგილას მეხიდასცემია და მოუკლავს. ხატის პოვნის ადგილზე კი ტაძარი აუგიათ. თავად ტოპონიმი წაჩხურო ცივწყალს ნიშნავს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ადგილები ცივი, საამოწყლით მდიდარია. არავინ იცის, რომელი საუკუნიდან იღებს სათავეს ტრადიცია, რომლის თანახმად მომლოცველები საგანგებოდ ამოდიან და წაჩხუროს მთავარანგელოზებს შვილიერებას ევედრებიან. თუმცა სავარაუდოდ ეს გადმოცემაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ის გადმოცემაც, რომელიც სამეგრელოში ყველამ კარგად იცის. ერთი საბრალო ქალისთვის, რომელიც იძულებული იყო თავისი პირმშო წარმართული ღვთაებისთვის შესაწირად გაემატებინა, დღევანდელი ნახარებაოს ტაძრის მიდამოებში უხარებიათ ამ სასტიკი და ბოროტი წესის გაუქმება. ალბათ არც ის არის შემთხვევით წაჩხურას ეკლესია უშვილო ოჯახების იმედად და შემწედრო მიქცა წმინდა მთავარანგელოზთა სახელობისაა. მთავარანგელოზი გაბრიელი ხომ ღვთისგან მოვლენილი ის უხორცომაცნია, რომელმაც ყოველ წმინდა ღვთისმშობელს ღმის უცლადღება ახარა. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ უამონდობის გამო ავტომობილით ხშირად ვერ ადიან. თუმცა მიუხედავად გზის სიძნელისა და სიშორისა, მოსალოცად მომსვლელთა ნაკადი არ წყდება. გათენებისთანავე გრძელ აღმართს მიუყვებიან. უშვილო წყვილები პატარა ლამაზად მორთული აკვნებით ადიან. აკვანი ხომ ქრისტიანული ღვთისმეტყველების თანახმად ტაძრის სიმბოლოა. ტაძრის, რომელშიც უნდა აღიზარდოს ახალშობილი ყრმა. აკვის შეწირვით კი წყვილი უფალთან აღთქმასდებს, რომ თუ გეღმერთიანებებს და შვილს აჯუქებს, ისინი თავიანთ პირმშოს ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან. შვილი არ აქვს და ეკლესია
არის უშვილოების მფარველი და მოვედით ჩვენც ვასწავლოთ. ძალიან ბევრი სასწაული ვიცით და არის მფარველი უშვილო წყვილების არის ეს ტაძარი, არის წელიწადში ერთხელ აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს და რა ვიცი ამბობენ რომ ყველა წელს მფარველობს უშვილო წყვილს. მერც უნდა შევევედროთ შვილი არ ყავს მეოთხე წელი და ღვთის წყალობით იმედი გვაქვს რომ ამ დღის მერე აუცილებლად მშობლები გავხდებით. ძალიან ბევრი რამე ვიცი რომ აქ უშვილოები მოდიან ევედრებიან და ყველა შეუსრულდა ეს მსმენი. ისე პირველად ვარ დღეს. და სამაგიდა ვარ და მოვედიან ჩემს შვილი არ ყავს. აკვანი მოვიყანეთ გუთში ესამე შვილი შეგეძინება და დამოვედი დაგეთ. ბევრ ფეხში შუა ადამიანსაც ნახავთ. ყველას თავისი აღთქმა აქვს დადებული და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად დადიან. 5 წლის წინ დაახლოებით მე გალობაში ვამეცადინებდი მარტვილელ გოგონებს და ბიჭებს. ამ დროს ძმა დიდი ხნის გარდაცვლილი მყავდა და ძმისშვილები ორნი დამრჩნენ და აი ქალიშვილი უკვე 40 წლისკენ რომ მიიდრიკა დაეწყო ნერვიულობა რომ შვილის ყოლიებას ვეღარ მოვასწრება და აქ გავიგე რომ წაჩხუროს მთავარანგელოზები აძლევდნენ უშვილოებს შვილებს ჩუქნიდნენ. წამოვიყვანე გაუთხოვარი ძმისშვილი, მოვიყვანე ამ ეზოში, დავშალეთ სუფრა და ვთხოვეთ შვილი მთავარანგელოზებს. და სუფრის ერთ-ერთი წევრი, ჩემი მოსწავლე გალობის დავით ბასილაია, როგორც მე ვეხუმრებოდი, წერა მაგიტანაო, იმიტომ რომ გალობაზე სიარული შეწყვიტა და წიგნების გამოცემა დაიწყო და დავითიც იყო ამ სუფრაზე და მეკითხება რომ ლეონოსელებელო ეკა გათხოვილიაო? მთხოვია არა თქო. ძალიან სერიოზული სახით გამეხუმრა. მე მეგონაო რომ შვილისთვის ქმარიც იყო საჭირო. მითხარ იცი რა დათო ჩვენ ვითხოვთ შვილს და ქმარს ღმერთი მოაყოლებს თქო. ეს იყო 5 წლის წინ და მართლაც მე ჩემი რძალის გარდაიცვალა და უკვე 40 წლის ეკას დიდი განცდები დაეწყო მშობლების გარდაცვალების გამო, ასაკის გამო და წაჩხუროს მთავარანგელოზებმა გამოგვიგზავნეს მოაყოლეს მამა. 25 წლის წინ ბავშვობაში რომ ერთმანეთი მოსწონდეთ, ესეთი ბიჭი გამოგვიჩნდა და ჯვარი დაიწერეს მარტვილის საკათედრო ტაძარში. აქედან წავიდნენ ბათუმში ცოტა ხნით და მე ტელეფონით უკავშირდებოდი და ვეუბნებოდი რომ თუ 40 წლის ასაკში მოგეცა შვილი და თან ბიჭი აუცილებლად მატათა უნდა დაარქვაო. ცოტა წინააღმდეგობა ვიგრძენი. მაგრამ გადის დრო, მართლა ღმერთმა გამოგვიგზავნა ბავშვი და დაახლოებით 5-6 თვის ორსულ ეკას ესიზმრება გარდაცვლილი დედა და ეუბნება მიქაელი დაარქვითო. და ჩვენ მივხვდით რომ ეს იყო წაჩხუროს მთავარანგელოზების წყალობა და რა თქმა უნდა მატათა გადავიფიქრეთ და დავარქვით მიქაელი. მიქაელი ხო არის 2 წლინახევრის არის 2 წლინახევრის და ძალიან გვინდა რომ თვითონ თავისი ფეხით ამოვიყვანოთ მადლობის სათქმელად მიქაელ მთავარანგელოზთან და მთავარანგელოზებთან. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. წყვილი რომელსაც ჩვენ გავეცანით თურმე 12 წელი ელოდებოდა შვილს წაჩხურის მონასტერს შარშან მეგობრის რჩევით წვევიან. წელს კი პატარა სესილისთან ერთად მობრძანდნენ. ის უკვე 4 თვისაა. ტაძარში დიდი ხანია დავდივართ, უბრალოდ შარშან გავიგეთ, შეთხოვით წამოვიყვანა მეგობარმა აქ. აკვანი წამოვიყვანა თოჯინასთან ერთად. შეგვეძინა სასწავლებლებად. რამდენი ხანია ეს დაქორწინებულები ჯანდარი? 12 წელი. იმათლობა, თქვენც მითხარი. ეს რამხელა სახელი და გვარი მითხარით? ინგა გოქაძე. ინგა როგორი სიხარული იყო და აი როდესაც გაიგეთ თქვათ, რომ არსებობდა ეს ტაძარი, წმინდა გიორგის ტაძარი და უკავშირებს თუ არა აი ამ სასწაულს თქვენი შვილის რა დაბადება? თქმა უნდა, უდიდესი რწმენით წამოვედით და მოხდა კიდევაც სასწაული ჩვენი ნანატი 12 წლის მერე დაიბადა. მანამდე ბევრ ტაძრებში ყოფილვართ, მაგრამ ეხლა რა შარშან რატომღაც ძალიან დიდი რწმენით წამოვედით და ასრულდა კიდევაც ჩვენი ნატრდა.
იცნობთ ვინმეს ვისაც თქვათ ესე? შარშან წამოგვიყვანა წინა წელს ნამყოფმა წყვილმა, რომელსაც 8 წელი არ ყავდა. შეეძინა და მე წამოგვიყვანა ასე უშვილო წყვილები და თუმცა წამოიყვანეთ უკვე ბევრი ყავთ. რამდენი ყავთ წამოყვანილი? 14 ვარ, 7 წელი. მოდიან უფალთან და ღრმად სწამთ, რომ რასაც გულით ითხოვენ, მიეცემათ. წელია ჩემი შვილი თბილისში მყავს გათხოვილი და უშვილოა. და ამ გაგიფით გავიგეოთ, რომ აქ ამოდიან უშვილო წყვილები და შაშან ვიყავი ამოსული და აკვანი აქედან წავაბრძანი. მე არ მომიყვანია შაშან აკვანი. და წელს მაშინ დაუპირდი შეუპირდი უფალს, რომ თუ ღმერთი იმებებდა და მომავალ წელს ამოვაბრძანებდი აკვანს. წელს ამოვიყვანი აკვანი. შაშან აქრო ვიყავი, ერთი ორცული წყილი იდგა და ვეკითხებოდი, ახლა მე ხო არ ვიცოდი ზუსტად როგორ და როგორ გამეკეთებია და გოგო მითხრა, სხვას მოეკითხები ქალბატონო, მე ორცული ვდგავარო, შაშან აქ ამოვედიო, აკვანი ამოვაბრძანეო და ორცული ვდგავარო ახლავო. და მადლობის შესაწერად მოვედიო. ყველაფერი რწმენაზეა სულო დამოკიდებული, რწმენა მქონდეს და ყველაფერს იქნება. აღსანიშნავია, რომ გადმოცემის თანახმად წაჩხურუში იზრდებოდა ვაზის განსაკუთრებული ჯიში მაჭყვადინა, რომლის მტევანი დამწიფების შემდეგ ლერწზე აღარ ჩერდებოდა და თავისთავად მოწყდებოდა ხოლმე. ამ მოვლენას სასწაულად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ვენახი განასახიერებდა დედაკაცს, რომლის წიაღშიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჩერდება უკვე დასაბადებლად გამზადებული პირმშო. წაჩხურუს მთავარანგელოზთა ეკლესიაში მომლოცველთა ნაკადი არც კომუნისტების დროს შეწყვეტილა. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მომლოცველები, თუმცა წირველოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღსრულებულა. მას შემდეგ რაც ბოლშევიკები მოვიდნენ და ყველგან ათეიზმის ქადაგება დაიწყო. ღვთისმსახურება ტაძარში 90-იან წლებში აღდგა. ამიერიდან კი წირველოცვა ამ მადლიან ადგილზე ყოველდღიურად აღესრულება. 19 აპრილს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით წაჩხურუს მამათა მონასტერი გაიხსნა. სამონასტრო კომპლექსი 10 სასულიერო პირზეა გათვლილი და სატრაპეზოს და კელიებს მოიცავს. მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი დანიელია. ეს არის ჩვენი ქვაკუთხედი, ჩვენი ფუნდამენტი არის სარწმუნოების, ჩვენი იმედის, ჩვენი სასოების, ჩვენი სიყვარულის ქვაკუთხედია აღდგომა და ქრისტეს აღდგომის დღესასწაული და შინაარსობრივად აღდგომის დღესასწაული და მადლობა ღმერთს, რომ ამ აღდგომის სიხარულით ახსნილი ყველანი ვიორმაგებთ ხოლმე, ვიორმაგებთ ზეიმს და სიხარულს, როდესაც ხუთშაბათს ბრწყინვალე შვიდეულისას წაჩხურის მთავარანგელოზთა ტაძარში ამოვდივართ და დიდი იმედით, სასოებით, სიყვარულით შევთხოვთ უფალს გაგვატანოს წყალობა, გაგვატანოს კეთილსურვილთა ასრულება და მადლობა ღმერთს, რომ უამრავი ესეთი სასწაული ჩვენ თვალ წინ აღესრულება და უამრავი ესეთი სასწაულია იმ მადლისა, რასაც გრძნობენ და ღებულობენ აქ რწმენით ამოსული ადამიანები, რამე თუ რწმენისაებ ჩვენისა მოგვეგება ჩვენ და აი მაცხოვარი, რომელიც ჩვენთვის განკაცა, რომელიც აღსდგა, ასე გვიორმაგებს სიხარულს აღდგომისას წაჩხურების მადლით და ყველას გილოცავთ ამ ორმაგ დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა.